მოგესალმებით ყველას, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პედიატრი ძმების გვერდზე. მე ვარ დავითი. მე ვარ კონსტანტინე და დღეს ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც შეეხება კბილების ამოჭრას და რა უნდა იცოდეთ მშობელმა პირველი კბილის ამოჭრიდანვე. მზადეთ, დღეს ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც შეეხება კბილებს. კბილს სიმტკიცეს 4 ფენა აძლევს. პირველი არის ემალი, რომელიც არის 96% მინერალი და ძვალზე მაგარი არის, თუმცა აღარ აღდგება. შემდგომ არის დენტინი, ის არის ემალის ქვესტრუქტურა და მონაწილეობს კბილის ფორმისა და ზომის შენარჩუნებაში. მესამე ეს არის პულპა, მას აქვს ნეიროსენსორული ფუნქცია და რეპარაციული პოტენციალი. ასევე აწარმოებს მცირე რაოდენობით დენტინს მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც ხელს უწყობს სტრუქტურის სტაბილურობას. ფესვის ცემენტი ასევე მნიშვნელოვანია, რომელიც ტბაში დამაგრებას და მიმდებარე ძვლების მიერ ქსოვილის შეწოვისგან იცავს კბილის ფესვს. თუ ემალი გაიბზარა, სამუდამოდ დაიკარგება, ამიტომ პირველივე კბილის ამოჭრისას მნიშვნელოვანი არის ფტორის შემცველი კბილის პასტით ხეხვა. კბილის ჩანასახები ორსულობის მე-6 კვირიდან იწყებს ჩამოყალიბებას. გენები მათ ჩამოყალიბების გეგმას ადგენენ, მაგრამ კვება და ზოგადი ჯანმრთელობა რეალურ გრაფიკს მართავს. აქედან გამომდინარე, ბავშვებს შორის შეიძლება იყოს სხვაობა, ზოგჯერ რამდენიმე თვიანი სხვაობაც კი ბუნებრივ კბილების ამოჭრას შორის. ასე რომ თუ მეგობრის ბავშვს 4 თვეში კბილი ამოვიდა და თქვენსას არა, პანიკა არ არის საჭირო, თქვენ პატარასაც ამოუვა მარ. ახლა გავიაროთ თუ როგორ ამოდის კბილები, როგორც წესი 6-დან 10 თვის შუალედში ამოდიან ქვედა ცენტრალური საჭრელი კბილები, 8 და 12-დან უკვე ზედა ცენტრალური საჭრელი კბილები, შემდგომ ლატერალური საჭრელები, პირველი მოლარები, ეშვები, მეორე მოლარები და სადღაც 30 თვეზე უკვე 20-ვე კბილი უნდა იყოს ჩაწეკწიკებული. გაითვალისწინეთ, რომ ისინი სიმეტრიულად ამოდიან, მარცხენაც და მარჯვენაც ერთად. ცალმხრივმა დაგვიანებამ კი შეიძლება რაღაც პრობლემაზე მიგვანიშნოს. ახლა გავიაროთ რამდენიმე მითი. მითი პირველი, კბილების ამოჭრა მაღალ სიცხეს იწვევს. არა, ეს სიმართლეს აწარმოადგენს და შეიძლება ტემპერატურული მატება იყოს ოდნავ, მაგრამ თუ 38-ს გადაცდა ტემპერატურა, ეს ნამდვილად მიანიშნებს რაიმე ტიპის ინფექციაზე და არა კბილის ამოსვლაზე. მითი მეორე, ბენზოკაინის გელები უსაფრთხოა. არა, დავით, ეს უსაფრთხო არ არის და მან შეიძლება გამოიწვიოს მეთემოგლობინემია, რაც ბავშვისთვის სახიფათო შეიძლება იყოს. ჯობს ამ დროს გაციებული რგოლის სათამაშოები ან ხელით დამასაჟება გამოვიყენოთ და გაჭირვების ჯამს ასევე პარაცეტამოლის გამოყენებაც შესაძლებელია. მესამე მითზე ვისაუბროთ, დავით, არსებობს ესეთი მითი, რომ თუ 10 თვემდე კბილი არ ამოვიდა, აუცილებლად უნდა დავიწყოთ კალციუმის სუპლემენტაცია. არაფერი არ უნდა დავიწყოთ თვითნებური. მოდი ახლა გავიაროთ განგაშის ნიშნები. თუ კბილების ამოჭრა 6 თვეზე მეტით აგვიანებს, მაგალითად ქვედა საჭრელები 16 თვემდე არ ამოვიდა, განგაშის ნიშანი. კბილები ასიმეტრიულად ამოდის 6 თვე ან მეტხანს, ან კბილები ბავშვმა 4 წლამდე მოიცვალა, აუცილებლად ესეც საყურადღებო არის. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ პედიატრს და ბავშვთა სტომატოლოგს. ეხლა მოდი დავით ორი სიტყვით შევეხოთ მუდმივი კბილების ამოჭრასაც. ისინი როგორც წესი 6 წლიდან ამოიჭრებიან და პირველი ამოიჭრებიან მოლარები, ცენტრალური საჭრელები. მოდი ასევე შევეხოთ ჯანსაღ ჩვევებს, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოგადგებათ. პირველ რიგში ორჯერ დღეში უნდა ვიხეხოთ კბილები ფტორიანი კბილის პასტით, მაშინვე, როდესაც პირველი კიჭები ამოიჭრება. 3 წლამდე ძალიან ცოტა რაოდენობას ვიყენებთ და 3 წლის მერე ცოტა უმატებთ. ეს გამოჩნდება ყველაფერი სურათს. მეორე, ფლოსის გამოყენებას ვიწყებთ მაშინ, როდესაც კბილები ერთმანეთს მჭიდროდ შეეხება. მესამე, სტომატოლოგიური პროფილაქტიკური ვიზიტი ყოველ 6-12 თვეში ერთხელ 1 წლის ზემოთ არის საჭირო. და ასევე არ დაგვაუწყდეს დავით, რომ შაქრის შეზღუდვა არის ერთ-ერთი მთავარი, რაც შეიძლება მოეხმაროს კბილების ჯანმრთელად შენარჩუნებაში. დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ღიმილს თავისი დრო აქვს და გენეტიკას დისტემპი განაპირობებს იმას, თუ როდის ამოეჭრება თქვენს შვილს კბილები და შეიძლება საგანგაშო აქ არაფერი არ იყოს. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ პატარას როდის ამოეჭრა პირველი კბილი. ასევე მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოგვყევით ჩვენს არხზე და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს. თუ რაიმე კონკრეტული საკითხი გაინტერესებთ, დაგვიწერეთ კომენტარში და მასაც აუცილებლად შევეხებით. დროებით.